ვარ ქეთა ხილაძე 8 წლის. სწავლობ პირველ საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ხატვა და ცეკვა. ამ ორიდან უფრო მიყვარს ცეკვა. ადრე დავდიოდი ცეკვაზეც და ბალეტზეც, მაგრამ ეხლა გამოვედი და მომავალში უნდა შევიდე ხატვაზე, ბალეტზე და ცეკვაზე. და ცურვაზე. რამდენიმე თვის მერე კი გამოვედი ცეკვიდან, მაგრამ ბევრი რამის სწავლა მოვასწარე. თავიდან ცოტათი გამიჭირდა ერთი ილეთის გაკეთება. დანარჩენი ყველაფერი იყო ძალიან ატვილი. ჩემი საყვარელი ცეკვა არის აჭარო. საყვარელი ილეთი არის აი ეს. მე მაქვს ცეკვის ნიჭი და მინდა ვიცეკვო დიდ სცენაზე. ჩემი სოლო კონცერტი მინდა მქონდეს პარიზში. მაგ კონცერტზე ჩავისმევ ასეთ საკონცერტო კაბას. უნდა იყოს ვარდისფერი მუხლებამდე თეთრი ქამრით და მოსაცმელი ფუმფულა თეთრი. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ ძალიან კარგი და საყვარელი მასწავლებლები მყავს და კარგი კლასელები. ჩემს კლასში ყველაზე მხიარული არის ნინა შუშანიძე. ყველაზე მშვიდი არის ქეთო თენიაშვილი. ყველაზე ბედნიერი არის ტასო გვარიშვილი. მე ვარ ყველაზე პრანჭია, მეგობრული და ნიჭიერი. მეგობრობა არის ერთად ყოფნის სურვილი. მე ახლა მყავს 100 მეგობარი და მინდა მყავდეს 1000. ჩემი საყვარელი მასწავლებელი არის თამარ კოცელიძე, რადგან ძალიან საყვარელია, ჭკვიანი და ლამაზი. საყვარელი საგანი არის ხელოვნება, რადგან ხატვა მიყვარს ძალიან. ხატვა დავიწყე ბაღში, როცა ვიყავი 3 წლის. ისე კარგად ვხატავ, რომ ხატვის წრეზე შესვლის სურვილი აღარ მაქვს. ყველაზე ხშირად ვხატავ ქალაქებს, ზღვებს და ადამიანებს. შედარებით მიჭირს ფეხბურთელების დახატვა. ჩემი საყვარელი ფერი არის ვარდისფერი და არ მიყვარს შავი ფერი. იმიტომ რომ ვარდისფერი არის ნაზი და გოგოშკური ფერი, შავი კიდე უფრო არის მუქი და მკაცრი ფერი. ყველა ნახატს ვერ ვაგრავებ, რადგან მიყვარს ზოგის გაჩუქება. ყველაზე ხშირად ვჩუქნე ქეთო თენიაშვილს. ის არის ჩემი კლასელიც და მეგობარი. სახლში გამოფენას იმიტომ არ ვაწყობ, რომ მეპატარავება და მინდა უფრო გრანდიოზული გამოფენა გავაკეთო. ყველაზე შესაფერისი ადგილი მგონია მუზეუმი. რამდენიმეჯერ ნახატები გამოვიტანე ეზოში და გავყიდე. ზოგი იაფიღირდა და ზოგი ძვირი, ზოგი ღირდა 5 ლარი და ზოგი 10. მე ფული როცა მაქვს ზოგადად ვხარჯებ სასუსნაოებში და საჭირო ნივთებში. ჩემი საყვარელი ტკბილეული არის ტვიქსი. საყვარელი საჭმელი არის ხაჭაპური. დედიკოს გაკეთებული საჭმელებიდან ყველაზე მეტად მიყვარს შემწვარი კარტოფილი. ჩემი დედიკო არის ძალიან საყვარელი, ლამაზი, პრანჭია და მზრუნველი. ზოგჯერ ვიპრანჭობთ ერთად და მივდივართ სტუმრად. ყველაზე მეტად სტუმრად მისვლა მიხარია ჩემი ბებიას ძმის შვილებთან. იქ არის 5 ბავშვი და ძალიან კარგად ვერთობით. მიყვარს კითხვა თუ წიგნი არის საინტერესო. ჩემი საყვარელი წიგნი არის ვინი-პუჰის თავგადასავალი. საყვარელი ფილმი არის სტიჩი. სიამოვნებით ვითამაშებდი მაგ ფილმში მთავარ როლს. ჩემი ოცნების საჩუქარი არის უზარმაზარი სახლი. უნდა იყოს 5 სართულიანი და უნდა კონდეს 30 ოთახი. რა თქმა უნდა, ასე უნდა კონდეს დიდი აუზი და დიდი ეზო. ჯადოსნური ჯოხი რომ კონდეს, ჩემს ბაბუებს გავაცოცხლებდი და ადამიანებს გავხდიდი უკვდავებს. ყვავილებიდან მე ვგავარ ეკლებიან ვარდისფერ ვარდს. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ქეთა რომ არ მერქვას, რა მერქმეოდა? მე ქეთა დამარქვა დედიკომ ბებიას საპატივცემულოდ. და ეს სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ ქეთა რომ არ მერქვას, ალბათ მერქმეოდა მარიამი. ჩემს შვილებს დავარქმევ ნინის, მარიამს, გიორგის და დემეტრის. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. დროში მოგზაურობა რომ შეეძლო, სად იმოგზაურებდა და როდის? მე მაგალითად ვიმოგზაურებდი 22 საუკუნის საფრანგეთში. ბედნიერება არის მეგობრების გვერდში დგომა და დედიკოს ჩახვდება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.